ვინ არის გორში პასუხისმგებელი პირი აქაურობაზე? 90-იანი წლები ვისთან ასოცირდება და როგორია გორში? ცოტა ხო, ქაოსურია და ისეთია. ხო, პრეფექტი ჩუბინიძე იყო მახსოვს ეგ გვარი და სხვა შორის ემადლიერებიან და ძალიან ისეთი სამართლიანი კაცი იყო. თქვენ და მხედრიონი როგორც ჩანს ისეთი მტკივნეული არ ყოფილა, იმიტომ რომ მე ადგილობრივებს რო ველაპარაკე, დამისახების ბატონის სოსო გვარი ახლა არ მინდა დამავიწყდეს, რომელმაცო ასე ამბობენ რომ ხელი შეუშალა. ხო. არა, ეგეც მახსოვს, უკვე დამწყები ჟურნალისტი ვიყავი, ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობდი და შევარდნაძის პერიოდში იარაღის ჩაბარება რო დაიწყეს. აი გორის მე მახსოვს სათქონდათ ოფისი სტალინის ქუჩაზე ქვემოთ, იმიტომ რომ გადაღებაზე მივედით და რაც კი იარაღი იყო, რაღაც მაგიდებზე ეწყო იარაღი. ეგ მახსოვს რა, ეგ კადრები არ გამომდის თვალიდან. ამათ ეგრევე ჩააბარეს, ესე იგი მათი შეიარაღება შინაგანსაქმეთა სამინისტროს რა უკვე. ეგის პერიოდია, როდესაც განიარაღება ხდება აი ამ შეიარაღებული ძალებისა რა. არაფორმალურად შექმნილი შეიარაღება, ცალკე იყო კი რაღაც კიტოვანის დაჯგუფება იყო ეგეთი ორგანიზაცია მახსოვს ადამიანს რაღაცა ჯგუფი მერაბ-კოსტავას საზოგადოება ადამია იყო ხელმძღვანელი და ხო ეგეც შეიარაღებული ჯგუფები რომლებიც აი დაალაგეს ეგრევე იარაღი და რაღაც გართულებები ქალაქში არ ყოფილა ეგ მახსოვს თუმცა აი ჩემს მეხსიერებაში 88 წლის 80 აი რომელი პერიოდი იცით 9 აპრილი მოხდა და დამოუკიდებელ გამოცხადებული გვაქვს აი მერაბ-კოსტავას საზოგადოება და სხვადასხვა ესეთი არაფორმალური ჯგუფები სარგებლობენ რაღაცა პრივილეგიებით და აი გორიდან რაღაცა ოსების მასობრივი გასვლა უკვე შემდეგ ისეთ უბანში ცხოვრობენ სადაც გარშემო ოსები იყვნენ. ეს პროცესი როგორია? ბავშვის თვალით დანახი ეს პროცესი როგორია, როდესაც მისი თანაკლასელები, მისი ნაცნობები, ბნელები სადაც თამაშობენ, მიდიან რაღაცის გამო და აი შენს იმ რას ამბობდნენ, რატომ მივდივართო? აი ბავშვურად ეს როგორ იყო გაგება? აი გვაშინებენ, გვეშინია. ანუ შიშის გამო მიდიოდნენ. შიშის გამოც და ზეწოლებიც იყო. შეიძლება ამას ბევრი არ ყვება გორში და ალბათ არავინ არ გიამბობთ, მაგრამ იყო მისვლა სახლებიდან შეერაღებული ხალხი, რომ სახლიდან წადით, დატოვეთ ეს ტერიტორია. იყო.